აი აქ რო შეხედავ, არ ვაყენებ ოცნების რიგი წევრებს, სხვერპლნი არიან ისინი. იმდენად ეშინიათ ზუგდიდის და სამეგრელოს. ამის იქეთ ვერ მიდიან, აი ესენი არიან ესენი. წამოდით აქ. ამ კაცს აი დააკვირდით. თითქოს ბუნჩულა ბიც, ჩემი უბნელია, ძალიან მიყვარს, მაგრამ უბნელი კი არა. შვილი არ მინდა რომელიც მონობას და თავისუფლების შეზღუდვას აწერს ხელს. $2000 პლაკატები უნდა ჩამოხსნან ხალხი ამ პლაკატზე? ფლომასტერით მივაწერ ყველგან ამ სიტყვებს. რას? ბატონო, იმას რომ მონები არიან, იმას რომ ხალხის მოპარული ფულით აკეთებენ ამას. არაფერს არ დაუშალებ, ვიცი რა არის, რა ხდება? მე ვიცი. არა, აღარ დავდგა. რა არის, რა მოხდა? რა ხდება, რა არის? ათ უნდა მივუწერო რომ მონები არიან, კაცო. გან მივუწერ, ყველგან ეს არ არის შეურაცხყოფა. მე მათ მოუწოდებ. თავისუფლებისთვის იღვაწეთ და მონობა დაამარცხეთ, მონობას ებრძოლეთ. აი ესე უყურეთ. აი ესე აბა რა. 10 წელი გავიდა 9 აპრილიდან, ხო? 9 აპრილის 30 წლის თავზე ივანიშვილი რუსული სტანდარტებით მონობას ამკვიდრებს საქართველოში. რეალურად პუტინის ერთ-ერთი პროექცირება და ამას თქვენ ჩემზე კარგად ხედავთ ზუგდიდში. საერთოდ მონაწილეობას როღებულობენ იმის მერე, რაც ზუგდიდში ამათ გააკეთეს და ჩასვეს იძულებით თავიანთი მერი. ჩემი განცხადება აი ესე კვინტესენციით საბოლოო ჯამში იქნება ესეთი რა. თენგიშ გუშია 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს თავისუფლების დღეს იწყებს განსაკუთრებულ წვავე რეჟიმში ამათთან დაპირისპირებას ზუგდიდში დამკვიდრებული მათ მიერ მონობის წინააღმდეგ, ადამიანების დამონების წინააღმდეგ.